ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან მიმართებაში ეგრეთ წოდებული სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით რეფორმის მორიგი ეტაპი მივიდა ბოლომდე. შესაბამისად ეს გულისხმობს ახალი მედიკამენტების მარაგის შექმნას და შესაბამისად ამის მიწოდებას შესაბამისი პროფილის დაწესებულებებისთვის, როგორც არის უშუალოდ ამ პროფილის დაწესებულებები და იმავდროულად, რა თქმა უნდა, აფთიაქების, სადაც მოხდება რეალიზაცია დადგენილი წესების მიხედვით. აჩვენა შედეგებმა და აი ამ ეტაპის გადალახვამ, რომ რეალურად ეს იყო აბსოლუტურად სწორად დაგეგმილი, სწორად ჩაფიქრებული და ერთმნიშვნელოვნად სწორი რეფორმა, ვინაიდან ამ რეფორმის კეთების პროცესში გამოიკვეთა არაერთი გარემოება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გადაჭარბებული ფასნამატებით ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თვითონ მომხმარებელზე, თვითონ პაციენტებზე უარყოფითად დაისახებოდა. ამჟამად ჩატარებული რეფორმის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ფასების კლება იქნება დამახასიათებელი ამ ეტაპისთვის და შესაბამისად მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება ცალკეული მედიკამენტები, რომელიც ესაჭიროება ცალკეულ პაციენტებს. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება და განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას დაუთმობს თვითონ სამინისტროც კონტროლს, რომელიც იწარმოება ამ ტიპის მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებით, ამიტომ რა თქმა უნდა აქედანვე იმთავითვე მინდა ყველა ექიმს, ყველა აფთიაქს, ყველა დაწესებულებას, რომელიც ამ მედიკამენტების ბრუნვაშია ჩართული, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ და მაქსიმალურად აკურატულები იყვნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაში, ვინაიდან ბუნებრივია ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ აბსოლუტურად მკაცრები, თუ კი ადგილი ექნება გარკვეულ ქმედებებში სამართალ დარღვევებს. ამიტომ ბუნებრივია კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ყველას მივუწოდო, რომ მაქსიმალურად აკურატულად მოექცნენ თავსაკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს. ვფიქრობ, რომ აი უახლოესი დღეებიდან პრაქტიკულად ჩვეულებრივ ბრუნვაში ჩაეშვება ყველა ეს მედიკამენტი და შესაბამისად არცაიდან არც ერთი მიმართულებით რაიმე დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. მომავალშიც ბუნებრივია გაგრძელდება მუშაობა, რომლის აუცილებელი მიზანიც გახლავთ, რაც შეიძლება მეტად ახალი თანამედროვე მედიკამენტებით ერთის მხრივ პაციენტების მომარაგება და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იმის უზრუნველყოფა, რომ ფასები იყოს მაქსიმალურად ოპტიმალური.